სვანაზღაურება. ძველი წელთაღრიცხვით მე-6000 წლეული დათარიღებული ნამოსახლარი ბოლნისში არქეოლოგებმა საცხოვრებელ და სამეურნეო ნაგებობებს არ უხლოს ნამოსახლარზე მიაკლიეს. აღმოჩენით დასტურდება, რომ მესაქონლეობა, მიწათმოქმედება და ხელოსნობა ამ პერიოდში უკვე განვითარებული იყო. არხი იწყება, ესე იგი, იქ მხრიდან და უხვევს ასე და გრძელდება იქით მხარეს. აგურის საცხოვრებელი სახლები, სამეურნეო ნაგებობები, უცნაური ფორმის არხები. ეს არ უხლოს ნამოსახლარია. ქართულ-გერმანულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ბოლნისის რაიონის სოფელ ნახიდურში ძველი წელთაღრიცხვით მე-6000 წლეული დათარიღებული კულტურა აღმოაჩინა. ნასახლარზე ქვის, ძვლისა და რქის სამეურნეო თუ სამუშაო იარაღების არსებობა მეცნიერთა ვარაუდით მესაქონლეობისა და მიწათმოქმედების არსებობაზე მიუთითებს. აღმოჩენილია კვალი სწორედ იმ ეპოქის, როდესაც ხდება პირველი მიწათმოქმედების განვითარება, პირველი მეცხოველეობის, ჩანს პირველი არქიტექტურის კვალი. უნდა ითქვას, რომ საქართველოს არის ძალიან მდიდარი არქეოლოგიური აღმოჩენებით და არ უხლო კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ფიქსირდება კაცობრიობისთვის უმნიშვნელოვანესი ეპოქის ნაშთები. სამუშაოების შედეგად სულ სხვანაირი სურათი მივიღეთ. სამიწათმოქმედო კულტურაზე გადასვლა პირველად აღმოსავლეთ ანატოლიაში მოხდა. არ უხლოს ნამოსახლარი კი სწორედ ამ პროცესის დასრულებას წარმოადგენს. მეცნიერთა განსაკუთრებული ყურადღება ნამოსახლარზე არსებულმა არხებმა მიიქცია. არხები რამდენიმე ადგილას აგურის კედლებით არის გადაკეტილი, რაც სპეციალისტების განცხადებით ამგვარი ობიექტებისთვის დამახასიათებელი არ არის და მისი დანიშნულების დადგენას აფერხებს. არხები, რომელიც ზედ ნამოსახლარს ჭრის, გვაქვს რამოდენიმე 8-9 ცალი და ესე იგი წარმოიდგინეთ, რომ ზედ ნამოსახლარზე არის ეს არხები გათხრილი და მაგის ფუნქცია არის უცნობი. წარმოდგენა არ აქვს ჯერჯერობით, რისთვის შეიძლებოდა რომ გამოყენებულიყო ეს არხები. არხი შევსებულია და ზედ შენობა დგას, იქ მეორე ადგილზე შენობა დგას და მეორე არხმა გაჭრა. ძალიან უცნაური მოვლენაა, ძალიან საინტერესო და მასადამე ეტყობა ამ სეზონზე ჩვენ ამის პასუხს ვერ მივიღებთ, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ გაისად გავიგებთ რაშია საქმე. არ უხლოს ნამოსახლარზე არქეოლოგიური გათხრები 2005 წლიდან მიმდინარეობს. ქართულ-გერმანული ექსპედიცია რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, პოლონეთიდან და უნგრეთიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად იკვლევს იმ ნამოსახლარს, სადაც პირველი ადამიანი 8000 წლეულის წინ დასახლდა.